ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცრების აუცილებლობაზე საუბრობენ. იმუნიზაციის პროგრამა, რომელიც საქართველოში წლებია ხორციელდება, ბავშვების დაბადებიდან გარკვეულ ასაკამდე აცრებს გულისხმობს. მშობლების უმეტესობა შვილებს რეგულარულ აცრის, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ. საზოგადოების ინფორმირებისა და აცრების აუცილებლობის მიზნით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ინიციატივით საქართველოში იმუნიზაციის კვირეული მიმდინარეობს. პოლიომიელიტი, დიფტერია, წითელა, წითურა. 10-მდე დაავადება, რომლის თავიდან აცილება მხოლოდ ვაქცინაციითაა შესაძლებელი. საშიში ინფექციაზე აცრები ბავშვებს დაბადებიდან უტარდებათ. ექიმები ამბობენ, რომ ვაქცინაცია აუცილებელია და აცრის გრაფიკი მშობელმა უნდა დაიცვას. ჩვენ აცრებით უზრუნველყოფთ იმას, რომ ეს დაავადებები არ იყოს გავრცელებული ბავშვთა კონტინგენტში ფართოდ. ძალიან აუცილებელია აცრების ჩატარება, იმიტომ რომ ყველა აცრა, ყველა ვაქცინაცია ტარდება ძალიან საშიში დაავადებების საწინააღმდეგოდ, რომელიც იწვევს მძიმე დაავადებებს თავისი შედეგებით. პოლიკლინიკებში ბავშვების აცრა ყოველდღე ხდება. როდის უწევს შვილებს ვაქცინაცია და რა პრეპარატებით უკეთდებათ აცრები, ამის შესახებ ინფორმაციას ექიმები იძლევიან. სისტემატურად როცა უწევს არ გამოვტოვოთ. ყურადღებას ვანიჭებ აცრებს, თუ რომ თავის დროზე უნდა გაიკეთოს ყველა ბავშვმა და მშობელმა მიაქციოს ყურადღება. იმუნიზაციის პროგრამა საქართველოში მუდმივად ხორციელდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აცრები ბავშვებს იმ დაავადებებისგან იცავს, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია. ექიმებს მაგალითად პოლიომიელიტი მოყავთ, რომელიც მეზობელ ქვეყნებში წელს რამდენჯერმე დაფიქსირდა. ვაქცინების დამსახურება, რომ დღესდღეობით პრინციპში დიფტერია აღარ გვიტევს. წითელა, ბაყურა და რაც მთავარია პოლიომიელიტი, რომელზეც ამ კვირაში ყველაზე დიდ აქცენტებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ პოლიომიელიტი, რომელიც ყველას გვეგონა, რომ აქტიურად დამარცხებული დაავადებაა, შემოგვიბრუნდა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, საბედნიეროდ საქართველოს ჯერ არ დარეგისტრირებულ არც ერთი შემთხვევა და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ანუ ყველა ბავშვი უნდა იყოს აცრილი პოლიომიელიტზე. ინფექციების თავიდან აცილების და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ინიციატივით იმუნიზაციის კვირეული დაიწყო. ქუთაისში ჩასულმა ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში შემოტანილი ვაქცინა მაღალი ხარისხისაა, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში ზის და უფასოა. ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოდის, არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ყველას გვინდა მოუწოდოთ, ავსრათ ბავშვები, დავიცვათ ისინი დაავადებებისაგან. იმუნიზაციის კვირეულის დროს ჩვენ უბრალოდ შევახსენებთ მშობლებს, ბავშვებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმუნიზაციის ჩატარება, დროულად კალენდრის მიხედვით აცრების მიღება, რომლებიც გვიცავს ზოგი დაავადების ძალიან საშიში ეფექტებისაგან. ბოლო 30 წლის მანძილზე იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანმა განხორციელებამ მსოფლიოში მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. იმუნიზაციის პროცესის შედეგად ევროპაში ყოველწლიურად სიცოცხლე 3 მილიონამდე ადამიანს უნაჩუნდება.